დღესაც ეკრანზე 1793 წლის 24 ივლის რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის დაიდო ეგრეთ წოდებული მეგობრობის შეთანხმება, რომლის თანახმად ახლა პირობებზე ჩვენ არ ვისაუბროთ, მაგრამ ეს იყო პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო საქართველოსა და რუსეთს შორის. Როდესაც აქვე ერთს ჩავამატებ, რომ ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ჩვენი ხელისუფლება, საკუთარ პროპაგანდის იარაღადაც კი იყენებს ხოლმე ამ ტრაქტატს, ასეთ შეფრთხოებიც გვინახავს. კი ბატონო, შეთანხმება დაიდო გეორგიევსკის ციხესიმაგრეში, ეს არის სტავროპოლის ტერიტორია, ეგრეთ წოდებული კავკასიის ხაზის ერთ-ერთი ციხესიმაგრე. საქართველოს მხრიდან შევიხსენოთ, რომ ხელს აწერდა იოანე მუხრანბატონი, ეს არის აირეკლე მეფის სიძე, ქეთევან ბატონიშვილის მეუღლე და გარსევან ჭავჭავაძე ქართლ-კახეთის ელჩი რუსეთის იმპერიაში, ხოლო რუსეთის მხრიდან ხელს აწერდა გენერალი პავლე პოტიომკინი. მთლიანობაში ხელშეკრულება გარდა შესავალი ნაწილისა მოიცავდა 13 მუხლს და 4 საიდუმლო მუხლს, რომელიც არ უნდა გამოქვეყნებულიყო. ეხლა საიდუმლო მუხლი ეს ყველასთვის ხელმისაწვდომია, ამის ნახვა თავად შეიძლება. უბრალოდ ჩვენ იმის გაგრძელებაზე ვისაუბროთ, რაც არის, მოკლედ. და გავიდა 200 წელი, ამ ტრაქტატიდან, როგორ შესრულდა პირობები ეს სახეზეა და ვიცით ამის შესახებ. ხოლო 200 წლის 100 წლის შემდეგ. 100 წლის შემდეგ 1893 წელს რამე ისეთი განსაკუთრებული მოვლენა არ მომხდარა, მაგრამ ცნობილია ის, რომ 1900 პირველი წელი, ეს არის მანიფესტის გამოცემის წელი, ანუ პრაქტიკულად ოკუპაციის 100 წლის იუბილე თბილისში ძალიან პომპეზურად აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია არის, ანუ აღლუმი დაიწყო აი მუშტაიდის ბაღიდან და აი ძალიან გრანდიოზული აღნიშვნა მოყვა. მაგრამ რაც შეეხება 200 წლის იუბილეს, მაშინდელმა ცეკას მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ გადაწყვიტა, რომ დიდი ზარზეებით და სახალხო დღესასწაულით აღენიშნა ეს ძმობის. აი ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ როგორც ცნობილია, ანდროპოვსა და შევარდნაძეს არ ჰქონდათ მაინც კარგი ამისთვის იყო ძირითადად ეს გაკეთებული, რომ მას უნდოდა, რომ იდეოლოგიურად გამართული რესპუბლიკა ეჩვენებინა. ანუ საჩვენებელი სახე ჰქონდა ძირითადად. აი რა პარალელური მოვლენები ახდა ამას, ამის შესახებაც ვისაუბროთ. ანუ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში 1993 წელს. ანუ არსებობს ძალიან ბევრი ხა ვიდეო ჩანაწერები უამრავი გვაქვს, მაგრამ აი მანამდე მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მზადება, მაგალითად ჩვენი დღევანდელი რესპუბლიკის მოედანი ზუსტად ამ წელს იქნა გადაკეთებული მოედნად, ანუ ივერიის წინ მდებარე ტერიტორია, ეს იყო სამხედრო აღლუმებისთვის შექმნილი მოედანი და იქ ერთი მონუმენტი, ყველასთვის ცნობილი მონუმენტი, კალანდარიშვილის, მისი ოფიციალური სახელი არის გაყინული ტალღები, მაგრამ ჩვენ მას ყველა ვიცნობთ როგორც ანდროპოვის ყურების სახით და აი ამ სამხედრო ღონისძიების მთავარი ტრიბუნა იყო სწორედ ამ ანდროპოვის ყურებთან გააკეთებული. გარდა ამისა, თუ ჩაგვირთავენ, არის ვიდეო კადრებიც პლუს ფოტომასალაც, რაც აღწერს აი ამ მოვლენებს. გარდა ამისა, კიდევ მთავარი მონუმენტი ეს არის ვიდეო კადრები, რომელიც მიმდინარეობდა იმ პერიოდში. ჩამოვიდა ძალიან ბევრი სტუმარი, ანუ მთლიანად ამ ღონისძიება ტარდებოდა საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, მაგალითად ეს იყო რუსთავში, თელავში, გორი, ქუთაისი, ბათუმი, სოხუმი, ცხინვალი. უბრალოდ ერთი ისეთი საინტერესო პარადოქსია, რომ ამ მოვლენებში არსად ფიგურირებს სამეგრელო, ანუ ზუგდიდი რატო გამოიყო ამ მთავარმნიშვნელოვან მოვლენას ვერ გეტყვით. აი აქ არ არის ხო? აი უნდა ვნახო ინფორმაცია. აი ხა ნაჩვენები იყო ანსამბლი ბერიოსკა, რომელიც იყო საგუნდო კაპელა სპეციალური მოწვევით მოსკოვიდან ყავდათ ჩამოყვანილი და ეს იყო პერიოდი, როდესაც დაიწერა უამრავი ლექსი, სიმღერა, მათ შორის იყო სიმფონიური ნაწარმოებიც, რომელიც შემდეგ მოგვიანებით მოსკოვში შესრულდა. არაერთი სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა ამ მოვლენას, აი აქაც ჩანს ეს მოედანი, არაერთი სამეცნიერო კონფერენცია, უამრავი სტატია გამოვიდა, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც აი საუბრობდა ამ როლზე და შევარდნაძე
შევარდნაძემ აი ეს მოვლენა ციტირებას მოვიყვან დიდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და იდეოლოგიური აქცია არისო, ესე თქვა. შევარდნაძეს არ ჩამორჩა მაგალითად მაშინდელი ინტელიგენცია, მაგალითად მაშინდელმა მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ ნოდარ დუმბაძემ თქვა, რომ აი სიტყვასიტყვით მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში არ არსებობს ორი ერის უანგარო მეგობრობის ესეთი მაგალითი, როგორიც არის რუსეთის და საქართველოს მეგობრობა. მოკლედ, აი დიდი ამბავი იყო ქვეყანაში, რომ არ დამავიწყდეს აი მონუმენტები, კიდე სხვა მონუმენტები, გარდა აი ამ ცნობილი ანდროპოვის ყურისა, სამხედრო გზაზე გაკეთდა არაერთი მონუმენტი, ეს იყო მაგალითად ილიას ძეგლი, ვაჟა, სუხანსაბა და ერთი იყო თერგდალეულების მონუმენტი. აი არ დამავიწყდეს, რომ სპეციალური მარკა გამოვიდა, საფოსტო მარკა, რომელიც ეძღვნებოდა ამ მოვლენას, ესეც იმ კოლექციას ეკუთვნის, ურღვევი მეგობრობის მონუმენტია, წერეთლის მიერ გაკეთებული. და აი ესეთნაირად ხდებოდა ამის აღნიშვნა, თუ გვაჩვენებენ ეს რა მონუმენტია? აი ურღვევი მეგობრობის მონუმენტია, ესეც თბილისში. კი. და ეს აი ნახეთ ეს მონუმენტი ყველასთვის ცნობილი, ეს მონუმენტი ისევ არსებობს, კი. ერთ-ერთი სანახაობაა მთავარი ამ დღეს გუდაურის გზაზე ეს მონუმენტი და იყო კიდევ აი თერგდალეულების მონუმენტი, ნახე ამის ფოტო. ეს მონუმენტი ეხლა არ დგას, როგორც კოლეგებმა მითხრეს, ყოფილა საბაჟოსთან და მერე 90-იან წლებში წაიქცაო და მერე როგორც ბრინჯაო, ნუ იქნაო ჩაბარებული. ამ თარიღმა მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია არქიტექტურის თვალსაზრისით. ნამდვილად, აი დღემდე ეს მონუმენტები არის შემორჩენილი. ეს ნუ ანდროპოვის ცნობილი ყურები. სხვათა შორის ანდროპოვის ყურები აიღეს 2005 წელს და მაშინ ამ მოედანს უწოდეს ვარდების მოედანი. და 2018 წელს უკვე საქართველოს რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ისევ შეიცვალა სახელი და დღეს ისევ დაერქვა რესპუბლიკის მოედანი. აი ესეთი ვითარება იყო. ეხლა რაც შეეხება პარალელურ მოვლენებს, ანუ რა ხდებოდა პარალელურ სამყაროში, როგორც აი თვითონ ამ მონუმენტების აშენებამ და ამ ყველაფერმა გვაჩვენა, ეს არ იყო ერთი დღეში დაგეგმილი აქცია, მთელი წლის განმავლობაში. აი ეს აი ამ მონუმენტზე ვამბობ, ეს ერთ-ერთი საინტერესო მონუმენტია. ეს არის თერგდალეულების მონუმენტი, რომელიც აი სამხედრო გზაზე იყო და ეს მონუმენტი რომ მქონდეს ურიგო არ იქნებოდა. ესეთი თემატურად საინტერესო მონუმენტია. ნამდვილად და აი გუდაურის მონუმენტიც მე მაგალითად მომწონს. ის მოზაიკა რო აღადგინონ არის აღდგენილი ძალიან კარგ ფორმაში. ხო, აღდგენილია, ბოლოს მე რო ნახე არ იყო აღდგენილი. და თავარი ერთ-ერთი საფოტოსესია ადგილია, თუმცა ჩვენ სტუმრებს ყველას ვეუბნებით, რომ მეგობრობა არ არსებობს. მონუმენტი დარჩა, მაგრამ მეგობრობა არ არსებობს და ბევრი თემა. ეხლა რა ხდებოდა ამ მოვლენების პარალელურად? თუ მაგალითად შევარდნაძე სურდა ამ ჩვენება. ხო, რა ქნა ქართულმა გენმა ამ დროს. ამ დროს აი პარალელურ რეჟიმში გამოჩნდა კიდევაც, რომ ზუსტად ამ წელს 1993 წელს თენგიზ აბულაძემ შევარდნაძის თანხმობით თავისთავად ცხადია და მისი ხელშეწყობით დაიწყო აი ეპოქალური ფილმის გადაღება. ეს არის მონანიება და როდესაც შევარდნაძემ წაიკითხა სცენარი, ანუ ეს სცენარი კრემლში და აი დაწუნებული სცენარი იყო, მაგრამ როგორც კი შევარდნაძემ წაიკითხა, შევარდნაძის ინტერვიუც მაქვს მოსმენილი და მან თქვა, რომ შენ არა გაქვს უფლება არ გადაიღო ეს ფილმიო, თუმცა შევარდნაძე არ იძლეოდა, ვერ იძლეოდა გარანტიას, რომ ეს ფილმი გავიდოდა და რა გაიარა ამ ფილმმა? კი, ესეც ძალიან საინტერესოა. იქნებოდა აღიარებული. კი, როგორ შედგა? ეხლა პირველ რიგში საჭირო იყო თანხა ამ ფილმის გადასაღებად, ხო? ისევ შევარდნაძის ხელშეწყობით ფილმისთვის გამოყოფილი იქნა 3 მილიონი რუბლი. ეს საბჭოთა კინემატოგრაფიის სტანდარტებით კი არა, ჰოლივუდის სტანდარტებითაც იყო კოლოსალური თანხა, მაგრამ აი მოხდა რაღაცა გზების გამოძებნა და ჯერ ჩაერიცხა ეს ფული ტელერადიო კომიტეტს, ხოლო ტელერადიო კომიტეტიდან მერე ჩაერიცხა კინოცენტრს. ანუ პირდაპირ ამ კინოსტუდიას ვერ ჩაურიცხავდნენ, კი ბატონო. და დაიწყო ამ ფილმის გადაღება მიმდინარეობდა ბათუმში.
და ამ გადაღების შესახებ ინფორმაცია როგორც მერე აღმოჩნდა, არ იყო ცნობილი ინაურისთვის, კაკებეს ხელმძღვანელისთვის, ინაურისთვის. და ჩვენ გვაქვს მაგალითად კადრები ბათუმში მე აღმოჩნდა რომ წუნი ქონდა ამ კადრებს ანუ ნანა ჯანელიძე ამბობდა რომ რაც ბათუმში გადაიღეს მაგალითად აი ეს კადრი ხა რაც ეკრანზეა ეს ფრაგმენტი არის გადაღებული ბათუმის საკათედრო ტაძარში სტეფანე ზუბალაშვილის მიერ აშენებულ მაშინ კათოლიკურ ეკლესიაში რომელიც გადაღების მომენტში იყო დახურული და შიგნით მაღალი ძაბვის ლაბორატორია იყო განთავსებული, აი ჩანს კიდევაც. და ნუ არქიტექტურული თვალსაზრისით და მხატვრობით ერთ-ერთი უნიკალური ტაძარია, რაც კი შეიძლება ქვეყანაში გქონდეს. აქ მიმდინარეობდა კიდე ბათუმის სხვა ადგილებში, აი აქ ჩანს უკვე რომ ტაძრის ფუნქცია არ აქვს ამ ადგილს, ანუ აქ არის აი სადგურ ლაბორატორია, გადამცემი გზების. ასევე იყო რამდენიმე ძირითადი კადრები 5-6 თვის განმავლობაში დაახლოებით მიმდინარეობდა გადაღებები ბათუმში. და შემდეგ უკვე აი როგორც ვიცით, ბათუმი ხშირად წვიმიანია, ძალიან ხშირად ოქტომბრის ბოლოს უკვე ძალიან სერიოზული წვიმები წამოვიდა და ამიტომ აბულაძემ გადაწყვიტა რომ გარკვეული პერიოდი შეეჩერებინა გადაღება და გადაღების განახლების თარიღად დასახელდა 19 ნოემბერი. 19 ნოემბერს, რა თქმა უნდა, გადამღები ჯგუფი ისევ უნდა შეკრებილიყო ბათუმში და უნდა გააგრძელებინათ ერთ-ერთი მსახიობი ფილმის გეგა კობახიძის თავგადასავალი. კი, ეხლა ამაზეც ცალკე თქვა, აი ეს კადრი არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი კადრი, ეს სახლი დღემდეა ბათუმში და ეს სახლი ჩვენ სხვა ფილმებიდანაც გვახსოვს. გვახსოვს ხო არაჩვეულებრივ გამოფენაში დოდო აბაშიძის პერსონაჟი რო დგას და ბრწყინვალე ავთო მახარაძე. აი მოდი სანამ მაგ მეორე ეტაპზე გადავალთ ვიკითხავ ეს სცენარი მაშინ ფაქტია რომ შეაცურეს ხო? შეაპარეს, იმიტომ რომ ნუ შევარდნაძემ თუ ეს სცენარი წაიკითხა და ნუ და შევარდნაძე თვითონ ამბობს რომ მე ღამე ვერ დავიძინეო ეს სცენარი რო წავიკითხეო და მე ჩემს მეუღლეს ვუთხარიო რომ მივდიოდიო სამსახურში შენც წაიკითხე ეს სცენარიო და დამხვდა დამუნჯებული იმიტომ რომ თვითონაც შეეხო ეს რეპრესიაო და აი რომ არა შევარდნაძის ესეთი მხარდაჭერა ფილმი ვერ ნახავდა დღის სინათლეს ანუ ნამდვილად მას ჭირდებოდა ძალიან ძლიერი მფარველი მიუხედავად იმისა რომ ფილმი გახდა საფუძველი დაპირისპირებისა ინაურსა და შევარდნაძეს შორის და ძალიან ბევრი ამბავი მოყვა ამ ფილმსაც. ანუ ფილმის სცენარიც გახდა ერთგვარი ინსპირაცია იმ მოვლენებისა, რაც განვითარდა ზუსტად ამ პერიოდში. ეხლა რა მოხდა? 19 ნოემბერს უნდა განახლებულიყო გადაღება და 18 ნოემბერს ქვეყანაში მოხდა ისეთი რამ, რამაც შეძრა სრულიად ქვეყანა და ინფორმაცია მაშინათვე მიაღწია კრემლში, ეს იყო თვითმფრინავის გატაცება. 1993 წლის 18 ნოემბერს 7 ქართველმა გაიტაცა თბილისის აეროპორტიდან თვითმფრინავი Tu-134, რომელშიც 57 მგზავრი იმყოფებოდა. თვითონ თვითმფრინავი ასრულებდა რეისს თბილისი, ბათუმი, კიევი, ლენინგრადი. მაგრამ აფრენის შემდეგ უთხრეს ეკიპაჟს და მგზავრებს რომ შეიცვლიდა მიმართულებას და მათ უბრძანეს პილოტს რომ თურქეთში გადასულიყო იქ სამხედრო ბაზაზე უნდა დაესვა ეს თვითმფრინავი და ეხლა დეტალები ჯობია არ მოვყვეთ აი ამ ამბების საბოლოო ჯამში ეს იყო წარუმატებელი ოპერაცია რომელიც დასრულდა მსხვერპლით მაშინ 7 ადამიანი გარდაიცვალა, ნუ მაშინ ერთმა თავი მოიკლა, ზოგი მთელი რიგი ამბავი და თვითმფრინავი პილოტმა მოახერხა რომ შემოაბრუნა და ის დაჯდა თბილისის აეროპორტში. ეხლა რა კავშირი აქვს ამ თვითმფრინავის გატაცებას ფილმ მონანიებასთან? მონანიებაში მთავარი როლის შემსრულებელი თორნიკე არავიძის როლს ასრულებდა გეგა კობახიძე, რომელიც იყო მთავარი ფიგურანტი ამ თვითმფრინავის ბიჭების. ეხლა არის ერთი კადრი, აი ნახეთ თუ ნახავთ ამ კადრს, აი ძალიან ცნობილი თემა. აქ ჩანს გეგა კობახიძე. შემდეგ ფილმის ის ნაწილი, რომელიც აი ჩვენს გვაქვს, იქ და რასაც ვნახულობთ, იქ უკვე გეგა კობახიძე ჩაანაცვლა მერაბ ნინიძემ. ნუ მთლიანობაში აი როგორც თქვი, ისედაც აი ბათუმში გადაღებული კადრებს ჰქონდა წუნი და დაღუპული იყო ასე
გადაღების ეს ნაწილი. და გადამღები ჯგუფისთვის გეგა კობახიძის მონაწილეობა თვითმფრინავის გატაცებაში მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც KGB-მ კინოსტუდიიდან გამოითხოვა ფილმის სცენარი. რატო გამოითხოვა? მიზეზი იყო ის, რომ გეგა კობახიძემ თვითმფრინავში ყოფნის მიზეზად დაასახელა გადაღებები, ანუ ბათუმში გადაღებები და ამ შემთხვევაში ანუ სცენარს ითხოვდა ინაურიც და მოკლედ სიტუაცია ძალიან გამწვავდა. ასე დროს ანუ არსებობს ესეთი ვერსიაც, რომ თვითონ აი შევარდნაძესა და ანდროპოვს შორის დაპირისპირება ისევ აი ამ დაპირისპირების მსხვერპლნი გახდნენ ეს ახალგაზრდები, იმიტომ რომ მიუშვეს დანაშაულის ჩასადენად. გადასცეს განაჩენი ხო სწორად მახსოვს. განაჩენი გაშუქდა პირდაპირ ეთერში, იმიტომ რომ ამ მოვლენას მოყვა ძალიან მძიმე გამოხმაურება, მაგალითად მშრომელები, აი ქარხნები, ფაბრიკები და რაც კი მუშაობდა იმ პერიოდში, მშრომელები აწყობდნენ მანიფესტაციებს, სადაც ითხოვდნენ ამ ადამიანების სიკვდილით დასჯას. და აი ეს ალბათ რეჟიმი ითხოვდა მათი ნუ ახლა თუ მოусმენთ მაგალითად იმ პერიოდის მაღალი თანამდებობის პირებს, ისინი ამბობდნენ, რომ მათზე არაფერი არ იყო დამოკიდებული, მთლიანად კრემლი ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას, იმიტომ რომ ეს იყო აი იდეალური სისტემის ჩამოშლის ძალიან ისეთი მცდელობა და ადამიანების საკუთარი საბჭოთა კავშირიდან გაქცევის მიზნით ჩაიდინეს ასეთი ოპერაცია. ეს არის სწორედ ის დღე, როდესაც დაასაფლავეს ის ადამიანები, გარდაცვლილები და იყო მოთხოვნა, რომ აი ხალხი ითხოვდა იმ ადამიანების სიკვდილით დასჯას. ასეთ შემთხვევაში გადაეცემოდა სასამართლო განაჩენის გამოცხადება პირდაპირ ეთერში, თვითონ სასამართლო ტარდებოდა დღევანდელი უზენაეს სასამართლოს შენობაში და სხვათა შორის ის სასამართლო დარბაზი, სადაც ეს პროცესი მიმდინარეობდა, დღეს ეკუთვნის უზენაესის სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმს და მისი დათვალიერება და შესვლა იქ რამდენიმე დარბაზია და მათ შორის ეს დარბაზიც არის როგორც დღეს აი ერთ-ერთი მართალია ეს პროცესი გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში, თუმცა შემდეგ აღარ გამოუცხადებიათ კი, ეხლა რომ გავაგრძელოთ, კი ბატონო, რომ გავაგრძელოთ ეს თემა, განაჩენი იქნა გამოცხადებული პირდაპირ ეთერში და 4 ოქტომბერს დილით, აქედან 5 დამნაშავიდან 4 სიკვდილით დასაჯეს და 4 ოქტომბერს დილით განაჩენის სისრულეში იქნა მოყვანილი. მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პარადოქსი, მაშინდელი კანონმდებლობით, აი პრესას, რომელიც აი ცეკას ექვემდებარებოდა, გაზეთებს, ჰქონდათ ვალდებულება, რომ განაჩენის სისრულეში მოყვანის შესახებ ინფორმაცია უნდა გაევრცელებინათ. ამ შემთხვევაში ეს ინფორმაცია არ გავრცელდა, ანუ გაზეთმა კომუნისტმა, მაშინ საქართველოს მოსახლეობას არ ამცნო ეს მნიშვნელოვანი ამბავი. და იყო მოლოდინი, რომ ეს ადამიანები, სიკვდილმისჯილები, იყვნენ განაჩენის აღსრულების მოლოდინში. ამიტომ დაიწყო უკვე მუშაობა შეწყალების კამპანიაზე. იქ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. ოღონდ უკვე სიკვდილით დასჯილები იყვნენ. უკვე სიკვდილით იყვნენ დასჯილები. და თქვენ წარმოიდგინეთ, გათამაშდა ფილმის სცენარი, რაც გადაიღო თენგიზ აბულაძემ, მათ შორის აი მონანიების გადამღები ჯგუფი და თენგიზ აბულაძე გააგზავნა წერილი, სადაც ითხოვდა უკვე დახვრეტილი გეგა კობახიძის შეწყალებას. ზუსტად აი იგივე სცენარის გამეორება მოხდა. და საბოლოო ჯამში შემდეგ უკვე გაირკვა, რომ თვითონ შევარდნაძის ბრძანებით არ გამოქვეყნდა გაზეთ კომუნისტში იმისათვის, რომ აეცილებინა თავიდან არეულობა. გარდა იმისა, რომ არ გამოქვეყნდა, იყო ძალიან მძიმე მოვლენა ის, რომ მაგალითად ციხის ადმინისტრაცია დახვრეტილი ადამიანების პირად ნივთებს ფოსტით უგზავნიდა ოჯახს. ასეთი ნივთების გამოგზავნაც არ მომხდარა. და პლუს, როდესაც ხდებოდა ამანათის მიტანა, ამანათს ადმინისტრაცია იღებდა, ხელსაც აწერდა. ანუ პრაქტიკულად ჩაბარების აქტი დგებოდა. კი, აი ესეთი. ანუ რამდენი ხანი გაგრძელდა დამალვა, რომ ისინი დაახოცილები იყვნენ? საკმაოდ თვეები გაგრძელდა და მერე უკვე გახდა ცხადი, რომ
პრაქტიკულად აი ყველა იყო აბსოლუტურად დახვრეტილი. აი ვის შეეშინდათ გამოცხადების ნაწილში? მოყვებოდა ამას საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი? მოყვებოდა, რა თქმა უნდა. როგორც ჩანს მოყვებოდა. ანუ სხვა შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ მაინც საზოგადოებრივი აზრი იხრებოდა იმისკენ და ტელევიზიები და პრესა მუშაობდა იმაზე, რომ ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც იმსახურებდნენ აი დახვრეტას აი ესეთ ამის გამო, მაინც როგორც ჩანს 5-დან 4 ადამიანის დახვრეტის შესახებ ბრძანების გაცემა და სისულელში მოყვანა იმ პერიოდში არ იქნებოდა მარტივი ამბავი. შემდეგ უკვე რა მოახდინა ზოგადად აი ფილმთან დაკავშირებით ფილმის გადაღებები გაგრძელდა, ზაფხულში დასრულდა ფილმის გადაღება და ფილმის გადაღების გაგრძელება რამ განაპირობა? საერთოდ ქალაქში დადიოდა აზრი, რომ თენგიზ აბულაძეს დაიჭერდნენ, ფილმი განადგურდებოდა, მაგრამ 9 თებერვალს გარდაიცვალა მთავარი ცენზორი იური ანდროპოვი და ამან განაპირობა ის, რომ უკვე წითელი შუქი ჰქონდა ანთებული და ფილმის გადაღება დასრულდა, ანუ ზაფხულში. ჩვენება ამ ეს ადამიანი რომ არ დაიყო ასე ვთქვათ, შესაძლებელი იქნებოდა, ხო, არ ვიცით რა ბედი ეწეოდა. სხვათა შორის ფილმის ჩვენება მოხდა წყნეთში შევარდნაძის აგარაკზე. იქ უყურა ცეკამ ამ ფილმის გადაღება, ამ ფილმს იქ უყურა და როგორც ამბობს აი ნანა ჯანელიძის ამბობს თავის ინტერვიუში, რომ აი ბოლო სცენა, როდესაც ვერიკო ანჯაფარიძის პერსონაჟი ამბობს, რომ ეს გზა ტაძართან მიმიყვანს, ანუ შევარდნაძის ჩამატებული არისო ფრაზა, რომ ეს ვარლამის ქუჩაა, ეს გზა ტაძრამდე არ მიგიყვანს. ანუ ეს არ არის მითი, ეს ყოველთვის მეგონა რომ რაღაც თითქოს შეთხსული. ხო, აი ნანა ჯანელიძის ინტერვიუს თუ დავეყნობით და რა თქმა უნდა მე 100% ჯერა, ასეთი რამ მოხდა. ნუ საერთო ჯამში ეს ბიჭები დახვრიტეს, ფილმი გავიდა, ნახა ფილმა. კარგახანი შემოდებული იყო თაროზე ეს ფილმი, მაგრამ მე კასეტების საშუალებით ვრცელდებოდა და საბოლოო ჯამში ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი არ მომხდარა. ანუ წარმოუდგენელი მასშტაბის და შინაარსის ფილმი იქნა იმ პერიოდში გადაღებული. მერე შევარდნაძე გორბაჩოვმა უკვე წაიყვანა მოსკოვში, საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა და იმ უკვე კერძო პირების, ანუ კონკრეტული თანამდებობის პირების გავლენები უკვე ვერაფერს შეუშლიდა ხელს ამ ფილმის გაბცელებას. ეხლა ბოლოში ერთი ფრაგმენტი მინდა გაჩვენოთ ამ ფილმიდან, ფილმ მონანიებიდან. მართალია ამ სიტყვებს ვარლამ არაბიძე ამბობს, მაგრამ თვითონ შინაარსი და აქტუალურობა ყოველთვის აი შეგვიძლია ეს კადრები ვნახოთ. ყველაფრით დაღრილ სანადრელად სიკვდილი დამრჩა. რადგან მათ ხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება, რადგან არ შეიფერა ძვირფასი ფარჩა, რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისებ, რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა, რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება, რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს, რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროება, რადგან უწმიდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს, რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად, რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა, რადგან სიკეთე ბოროტების თვეთ ჩავარდნილა. უილიამ შექსპირი, 66 სონეტი. ასეთი ამბები იყო 1983-84 წლებში და მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი და გრანდიოზული ფასადისა, მოვლენები სინამდვილეში სხვანაირად მიმდინარეობდა და აი ეს მოვლენები იყო მკაფიო სიგნალი იმისა, რომ სისტემა მალე ჩამოიშლებოდა, როგორც მოხდა კიდეც.